19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ნათლის ღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სადღესასწაულო წირვა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. საქართველოს პატრიარქმა მღვდელ მთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქო ტაძრის ეზოში დიდი აიაზმა წყალკურთხევის საიდუმლო აღასრულა. წმინდა ლიტურგიის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარმა ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. რის შემდეგაც მამა ილიას ნეშტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის განცხადება წმინდისა სამებისა. იორდანეს შინა ნათელს იღებს ზეღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სული წმინდა სახითა ტრედისათა ერდა მოვიდა მასზედა და ისმის ხმა მამისა, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიხავ. აი ამიტომ ამ დღესასწაულს ეწოდება განცხადება ღვთისა. წმინდა სამება ქვეყანას გამოეცხადა და განსწმინდა მთელი ბუნება, მიწიერი, ქვეყნიერი, ადამიანი. დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დღეს გააღებს თავის გულის კარს და წმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა შევა მის გულში და ყოფს სერობას. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. და აი დღეს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი უღირსებას, ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი სული, ჩვენი გული, ჩვენი გონება, დავინახოთ ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალსა, უფალო, შენი ვარ მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე მე. და აი დღეს ყოველი ჩვენთაგანი განიწმინდება ნაკურთხის წყლით, აიაზმით. აიაზმა ეს არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს სიწმინდეს. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყოველი ადამიანის სახლში. გუშინდელი დღე, წინა დღე ნათლის ღებისა და დღევანდელ დღეს
ეკურთხება დიდი აიაზმო წელიწადში ორჯერ ხდება ნათლისღებას და წინა დღეს ეს წმინდა წყალი გამოულეველი უნდა გქონდეთ თქვენ მთელ საქართველოს და ყოველ დღე პატარ-პატარა უნდა დალიოთ და ასხუროთ თქვენი სახლი, კარი, ეზო, შვილები. ამას აქვს უდიდესი ძალა, უდიდესი მადლი ღვთისა. აი ამიტომ ეცადეთ რომ რაც შეიძლება ბევრი გქონდეთ ეს წმინდა წყალი და თუ გამოგელევათ დაუმატეთ სუფთა წყალი და იგივე წყალი იქნება განწმენდილი. დღეს განიწმინდება ყოველი ადამიანი, განიწმინდება ჩვენი გული, ჩვენი გონება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ადამიანი არის სუფთა გონებით, წმინდა გონებით და ბოროტი გონებით. მრავალი ადამიანი შემოდის თქვენ სახლებში და მათ მოხვება ბოროტის სული. აი ამიტომ ყოველ წელიწადს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარ-მიდამო, თქვენი შვილები, თქვენი ოჯახი. და ეს დაგიცავთ თქვენ ხილული და უხილავი მტრებისაგან. დიდხარ შენ უფალო და საყვირველარია საქმენი შენი. ეს არის უდიდესი სასწაული. ამას ვერ ახსნის ვერავითარი კაცის გონება. როგორ ეკურთხება სული წმინდა გადმოდის, მადლი სულისა წმინდისა გადმოდის ამ წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოხსეთ, ღმერთმა გაშოროთ ბოროტი და თქვენ სახლებში და თქვენს გულში სუფევდეს მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა. კურთხება უფლისა თქვენზე და მისითა მადლითა და გასმოყვარებითა ყოვლადვე აცდა მარადის და უხუნითი უხუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გავხდით ამ დიდი სიწმინდისა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამას ეციერმა თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ძალითა თვისითა მადლითა ყოვლადწმინდისა სულისა გამთლიანო სრულიად საქართველო. ამინ.